მოგესალმებით ჩვენო გამომწერებო, კვირის სიახლეებით გიბრუნდებით. ახალი დანები ჩამოგვიდა სხვადასხვა ხასიათის და სულ ესე ვცდილობთ ხოლმე ზოგადად, რომელი ბრენდის წარმომადგენლებიც ვართ, იმათ სერიულად უკვეთავთ, ვარჩევთ იმათ კონკრეტულ დანებს და ესე სათითაოდ და ორ-ორი გამოწერილ დანებს სულ რაღაცა ვცდილობთ, რომ სხვადასხვანაირები იყოს და რა ვიცი, ამიტომაც ყოველთვის მრავალფეროვანი არჩევანია ჩვენს მაღაზიაში. მოდი გავიაროთ ახლა ეს დანები, თავს აღარ შეგაწყვეტ. ხო, ერთი თხოვნა მექნება მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი და ვიდეო დაგვილაიქეთ. ტრადიციული ის გავხდით ბლოგერი. მადლობას გიხდით ყველას ჩვენს გამომწერებს. მოდი დავიწყოთ cold style-ით, მეგობრებო. ეს არის cold style espada, აი ესეთი ეფექტური და მაგარი დანა. მოდი ჯერ დააკვირდით ვიზუალს და გადავალ მერე მასალებზე. ტარის მასალად გამოყენებული ეს ძალიან ლამაზად გაფრიალებული ალუმინი და გაფრიალებული ჯიათი, რომ დამეთანხმებით ძალიან გემოვნებით. ის ყველაფერი ერთმანეთთან პირის ფორმა. ბოუის ტიპია, მაგრამ ეს დანა არის აღებული, cold style როგორც მოგეხსენება, დაკეთებს სხვადასხვა ტრადიციულ დანებს თავისი მოდიფიკაციით და ეს არის ესპანური ნავახას cold style-ისეული ვერსია, ესე ვთქვა, ტრაიდლოკი უძლიერესი ჩამკეტი სისტემით, ფნილოვანია 35-ვიანი ფოლადით, აი ესეთი მაგარი ხმა და ხარისხი აქვს და სუბუქია, მეგობრებო, ეს დანა არ არის მძიმე, რომ შეხედო რაღაცა დიდი და ისეთია, მგონია რომ ჯიბე უნდა ჩამოგაგჯოს, მაგრამ საერთოდ არის ძალიან კომფორტულია დიდი ზომის მიუხედავად. გვაქვს ესეთი მაგარი ტყავის ქარქაში. ელნაკეთი, აი ესე კარგად ჯდება. ეს საერთოდ ქართულად არ მოყვება და ამის დამატებითი ესეთი მაგარი აქსესუარია და საერთოდ ჯამში უკვე ძალიან მაგარი დანა გამოვიდა. ასევე cold style-ის დიდი ზომის დანა, რაჯა 2 გახლავთ. მე მგონი ცნობილი დანა ეს ყველასთვის უკვე დიდი ხანია იცის ხალხმა უყვართ ZTS BD1-იანი ფოლადით. აი ესეთი ხელში მაგრაძის, ნახე შეგიძლია ცოტა უკან დაიკავო ესე ჩასაჩეხად უფრო მძიმე სამუშაოების, უფრო პატარა სამუშაოების წინ დაჟეს ჩოილი გვაქვს, უფრო ახლოს რო გადახვიდე რაღაცის საჭრელად, საკეთებლად და ან ისეთი პრაქტიკული და მაგარი დანა ეს ჩვენი რაჯა 2-იც. ეს პატარასთან შედარებით ბიუჯეტურია და ხარისხი ვიცი არ ჩამოვარდება არც ეს დანას პირიქით ძალიან ბევრს ჯობს. დასაკეცი დანა ისე მძიმე დატვირთვებზე, რასაც ეს რაჯა აკეთებს, არ ვიცი, ძალიან იშვიათია. ეს კეტუოს ბრენდი გახლავთ, მეგობრებო, აქამდე არ გქონია მათი დანები. ეს არის რაიკის შვილობილი კომპანია და ხარისხი პრემიალური, რა თქმა უნდა. როგორც რაიკი შეეფერება, ტარის მასალად გამოყენებულია ტიტანი, ტიტანში ჩასმულია ეს მაგარი კარბონი, 3D კლიპსა, საკიდი და M390 ფოლადი. აი ესეთი რბილი მექანიზმით front flip-ი გახსნის სისტემა და ჩვეულებრივი ფლიპიც გვაქვს. დიზაინი რაღაც განსხვავებული და ისეთი საინტერესო ვფიქრობ. ძალიან კარგი დანაა. დანის მოყვარულებს ნამდვილად მოეწონება და დააინტერესებთ. ეს კი WinKnife-ის ვიჟენია. ვიჟენი ქვია ამ მოდელს, სუპერლოკი ჩამკეტი სისტემა, აი ესეთი მაგარი დიზაინი, ნახეთ ხელში აკარგაძის CVV-ის ეს ვერსიაც ქონდა უფრო ბიუჯეტური ვარიანტი, ეს ცოტა უფრო მაღალი დონეა. და შედარებით მაღალი კლასი ტიტანის ტარი, CPM-20 ფოლადი, აი ესეთი მაგარი განსხვავებული საკიდი კლიპსა და სათამაშოდ ეს დანა იდეალურია. თხელი, მსუბუქი, მაგარი ედისი. იგივე ხასიათით შეიძლება ეს ჩებურკოვის და დავახასიათოთ, ესე ვთქვათ, მეგობრებო, ეს არის ჩებურკოვ კოლიბრი და აკვირდით მის დიზაინს, აი საოცარი, რაღაც ესეთი ასხებილი მაგარი დიზაინი, ტექსტურირებული ტიტანის ტარი, ესეთი მაგარი საკიდი, თხელი და ჩებურკოვისთვის დამახასიათებელი ძალიან რბილი მექანიკა. ზომა, წონა, ყველაფერი იდეალური აქვს ამ დანას რა. საოცარი დანაა. ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს ჩებურკოვი რა. ეხლა გადავიდეთ ცოტა უფრო ბრუტალურ, აი რადიკალურად განსხვავებული ტიპებია, მაგას ვამბობდი. ეხლა სადეს ჩებურკოვის კოლიბრი, ესეთი დახვეწილი და მაგარი ტიპი და აი ეს ველური cold style-ის Recon 1. Recon 1-ის 2 ვერსია გვაქვს და ორივე გამოვაჩინე ეხლა კადრში. ტანტო და ესეთი clip-point პირი. ჯიათის ტარი ეს არის, მეგობრებო, Recon-ის ახალი ვერსია. ძველ ვერსიას ჰქონდა უფრო ცოტა უხეში ჯიათი, პირის დაფარვა არ იყო DLC და საკმაოდ ადვილად გადადიოდა საღებავი და ეს მისი პრობლემა იყო და ფოლადის გააუმჯობესეს 35 ვიენი დააყენეს აუსვრის ნაცვლად. არის აი ესეთი მაგარი, ძლიერი, ამტანი, ყოჩაღი ისეთი სამუშაო დანა. საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად. ფასებს რაც შეეხება ჩვენ საიძე ნახავთ მაღაზიაზე, აღარ ვიწყებ ხოლმე საუბარს, უკვე იციან ჩვენმა გამომწერებმა. ახლა გადავიდეთ ვერონაივზე, მეგობრებო. სინაფსი მინი არის ეს.
პატარა ვერო, დიდი ამბიციებით, აი ძალიან მაგარი დანა. ხელში ისეთი სასიამოვნოა, მაგარი ედისია ესეც. ტიტანის ბოლსტერი გვაქვს, ესეთი მიკარტა სტარით და M390 ფოლადი. ძალიან საყვარელი პატარა დანების მოყვარულთათვის. და ცოტა უფრო დიდი დანების მოყვარულთათვისაც გვაქვს. არ დავწყვეთ მათაც გულებს, აგერ XL ზომაც გვაქვს, იგივე სინაფსის, ვერო სინაფსის XL. აი ნახეთ რა მაგარია. აქ უკვე კარბონი და ტიტანი გვაქვს, ფოლადი აქაც M390 ესეთი მაგარი საკიდით. ხარისხზე საუბარი აღარა. მაგარი ედისი, მაგარი ყოჩაღი, ესეთი მძიმე დატვირთვებზე გათვლილი დანა ასევე. ეხლა გადავიდეთ მეგობრებო ფიქსირებულ დანებზე, აგერ დავიწყოთ Lion სტილით, ნახეთ უბრალოდ ქარქაში აქვს, მარტო ერთი შეხედვით ეთყობა, რომ დანა არის მაღალი დონის. ესეთი მთლიანი ტყავი, ამზადებული იტალიაში, ქარქაშის და დანას. ფოლადი აქ გვაქვს Sleipneri, მიკარტა სტარი. აი ესეთი პრაქტიკული და ესეთი მონადირის დანა რა. მონადირის მეთევზის, მოლაშქრის, ყველასთვის ყველა საქმეში მაგარია ეს დანა. ისევე როგორც ჩვენი ესე Kemflori PM4. 1095 ფოლადი, ესეთი stone-wash, რომელიც ნაკაწრებს არ დაიტყობს, ტექსტურირებული მიკარტა სტარი. ესეთი ძალიან პრაქტიკული, კეფარდი გახლავთ ამ დანის დიზაინერი, ლეგენდარული კაცი. აქაც ძალიან კარგი ტყავის ქარქაში გვაქვს და ესე 6 დღეისთვის ბოლო, აი ესეთი გიგანტი. ნახეთ რა ტიპია. დიდი ზომის მიუხედავად ესეც არა მძიმე და შემაწუხებელი. ეს დანა რა საქმესაც გააკეთებს, ამისი წონა საერთოდ არ არის შემაწუხებელი. ისედაც არ არის, მაგრამ დიდი დანა ვისაც უყვართ და ცოტა მძიმე სამუშაოები ჩაჩეხვა დაჭრა დანა, რომელიც ფაქტიურად ნაჯახის მაგბირობას გაწევს რა ჩვეულებრივად. ძალიან ისეთი ყოჩაღი მაგარი დანა, დამზადებული ესეც ამერიკაში. აი ესე დღეისთვის ეს იყო მეგობრებო ჩვენი დანები, რა ვიცი როგორც დაგვიდით, სხვადასხვა ხასიათის, ვფიქრობ კარგი დანები შემოგთავაზეთ. გვადევნეთ თვალყური, კიდევ იქნება სიახლეები. მადლობთ.